ისტორიულად სტალინის თემით ძალიან ეფექტურად ხდებოდა მანიპულირება ჩვენი საზოგადოების. აი, კარგი მაგალითია 80-იანებში, როდესაც პერესტროიკა იყო, აი, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ ფრთას აპარატჩიკების, აი გორბაჩოვი, შევარდნაძე და ისინი, მათ ეს კონსერვატიული ფრთა, რომელიც ძირითადად KGB იყო, დაუპირისპირდა და სტრატეგია იყო დემოკრატიული მოძრაობის გადაყვანა უფრო ნაციონალისტურ ლიანდაგზე. ეს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით იყო. და საქართველოში კონკრეტულად სტალინის ფაქტორს იყენებდნენ ამისთვის. სხვა შორის საწინააღმდეგო სიტუაცია იყო მაშინ საინტერესოა რომ ესე იგი მაშინ სტალინი იყო დაგმობილი, დემონიზირებული. და ამის ფონზე წამოვიდა რაღაც ესეთი შეფასებები, ну, მაგალითად ქართველებს უძახდნენ სტალინის ხალხს და ასე შემდეგ. ცენტრალური საბჭოთა ტელევიზიებშიც კი ხდებოდა ესეთი რაღაცების გაჟღერება, რომელიც მანამდე წარმოუდგენელი იქნებოდა. სტალინი და საქართველო, კი ბატონო. ცალკე მართლა ძალიან საინტერესო ფენომენია მითებით და სტერეოტიპებით. პირდაპირ ესე ეძახდნენ სტალინს. დიახ. პირდაპირ ესე ეძახდნენ ქართველებს სტალინის ხალხს და ასე შემდეგ რა. და ნუ ამან რაღაცნაირად ამ მართლა ამ რაღაცა ნაციონალისტურ ძალიან ესეთ ქვეცნობიერ დონეზე გამოკრას სიმებს და ეფექტი იქონია. და პრინციპში წარმატებული აღმოჩნდა ეს აი დემოკრატიული მოძრაობის უფრო ნაციონალისტურ ლიანდაგებზე გადაყვანა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ნუ სხვაგან სხვა ფაქტორებს იყენებდა. ეხლა ხდება პოლუსების არეკლა. ანუ ეხლა სტალინი აღარ არის დემონიზებული, არამედ არის აღზევებული და ეხლაც სტალინი ასე თქვა, ქვეცნობიერად, ნუ ბჭყალებში რაღაცნაირად კავშირი არის, როგორც ნუ ჩვენ როგორც სტალინის ხალხი, ასე ვთქვათ. ისევ ესეთი ნარატივი შემოდის, ასე ვთქვათ, ხო. და ნუ ეხლა გასაგებია რატომაც არის ეს სტალინის ფაქტორი ეფექტური, იმიტომ რომ სტალინი ჯერ ერთი არის სამეულში ყველა დიქტატორების და იქაც ჩემპიონია, ანუ ლიდერია სამეულში, რომელსაც პრეცედენტი არ აქვს ისტორიაში. ნუ ესენი არის ჰიტლერი, მაო და სტალინი. და იქაც სტალინი არის მთავარი ფიგურა თავისი მასშტაბებით. და თან არის საკმაოდ მომგებიან მდგომარეობაში. ანუ ეს რატომ? აი მაგალითად რო შეადაროთ ჰიტლერს, მინიმუმ ორი ფაქტორია. ანუ ჰიტლერს მიეცა შეფასება. იყო ნიურნბერგის პროცესი და ნაცისტებს მიეცათ შეფასება. სტალინს რა თქმა უნდა არაფერი შეფასება არ მისცემია, იმიტომ რომ გამარჯვებული იყო და პირიქით ერთ-ერთი მონაწილე იყო, ერთ-ერთი ძირითადი მხარე იყო ამ ნიურნბერგის პროცესში, ხო? და კომუნისტებს არ მისცემენ შეფასება. და მეორე მიზეზი არის რომ აი ეს გაცხადებული მიზანი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გაცხადებული მიზანი, რაც ჰქონდა ნაციზმს, ხო, ეს თავისთავად წამგებიანია აპრიორი. იმიტომ რომ ის მიზანია რომ ესე იგი ერთმა ეროვნებამ უნდა დომინაცია გააკეთოს ყველა დანარჩენზე, დანარჩენები ან უნდა დაიმონოს, ან უნდა უბრალოდ ამოწყვიტოს. და ეს აპრიორი წამგებიანია მთელი კაცობრიობის თვალსაზრისით. მაგრამ სტალინის გაცხადებული მიზანი, ეს კომუნიზმი, ეს მომაჯადოებელიც არის, იმიტომ რომ, ნუ, ასე ვთქვა, გაცხადებულად მიზანი ძალიან ჰუმანურია, ხო? რა, ესე იგი ჩაგვრა არ უნდა იყოს ადამიანის მიერ. ყველა თანასწორია, ну, ანუ 64-ია რა დედამიწაზე ფაქტიურად. და ეს დღემდე აჯადოებს. ეს გაცხადებული მიზანი დღემდე ძალიან დიდი გავლენა აქვს. აი, მარტივი საზომი არსებობს. აი, თქვენ რომ მაგალითად დასავლეთში ვერ იპოვით თქვენ ვერცეთ ინტელექტუალს, რომელიც სიამაყით გეტყოდათ, რომ არის ნაცისტი. ეს არ არსებობს ესეთი რამე. და უამრავ ინტელექტუალი არსებობს დასავლეთში, საკმაოდ მაღალ პოზიციებზე, რომელიც დიდი სიამაყით გეტყვით, რომ არიან კომუნისტები. ოკეი? და ანუ ესე იგი თავისთავად ეს ფაქტი არის, ნუ ძალიან საინტერესო. ნუ რა თქმა უნდა მე არაფერს არ ვიზიარებ ამ იდეებს, მაგრამ ნუ ფაქტად საინტერესოა. ეხლა რუსული ნარატივი რა არის? ხო, რა თქმა უნდა ეს ფაქტია უბრალოდ. ეს უამრავი რაოდენობა დასავლელი ინტელექტუალები, ნუ ხო, ეს ცნობილია. ანუ ეხლა რუსეთში რა არის? რუსეთში საერთოდ ტრაგიკომიკური სიტუაცია მაგ თვალს იმიტომ რომ რუსეთმა ამ სტალინს საერთოდ გამოაცალა ეს გაცხადებული მიზანი, ხო? ამ სტალინის ფაქტორს. ანუ არანაირ თანასწორობაზე და
არანაირ 64-ზე არ არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ხა რუსული ელიტა, თქვენ ძალიან კარგად იცით ხა, ოქროს ტუალეტები აქვს და სასახლეები და რა ვიცი, გაძარცვეს ქვეყანა. მაგრამ დატოვეს სტალინისგან მარტო დიდი იმპერატორის, ასე ვთქვათ, იმპერატორის ხატი რა, სურათი. და შესაბამისად, ესე იგი, ჩვენთან ეხლა მოსულია სტალინი ამ ნარატივით. ესე იგი, როგორ არის? როგორც უდიდესი რუსი იმპერატორი. და ჩვენ ისევ შეთავაზება, ასე ვთქვათ, არ ვიცი რა დავარქვა, ეს რა თქმა უნდა გაცხადებულად არაფერი არ ხდება, ეს არის, ასე ვთქვათ, ბექგრაუნდში. და ჩვენ ისევ ესეთი მასთან მისი ხალხი. შესაბამისად, ჩვენი კავშირი აი ამ დიდ რუსულ იმპერიასთან. არ ვიცი მე აქ რაზე არის გათვლა, ეს უნდა გვამაყებოდეს თუ რაღაც, მაგრამ თავისთავად ეს თვითონ ხედავთ, რომ ეს არის დაყვანილი აბსოლუტურ საბაზისო რაღაცა ქვეცნობიერ ინსტინქტამდე. ეს ეგრეთ წოდებული სიამაყე, ხო? და ანუ ფაქტურად არის საღი აზრის აბსოლუტური დანგრევა, ხო? და ეხლა რა ხდება, აი მოქალაქემ, რომელსაც არ უნდა ეს რაღაც ეს სიგიჟე, ეს სტალინი და და რაღაცნაირად უნდა რომ საღაზრს მოეჭიდოს. ესეთი მოქალაქეები არიან აბსოლუტურ სტრესში ჩაყენებული, ხო? რა ფსიქოზია ფაქტიურად, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ რა რთულია, როდესაც აი ესეთი ამ აბსურდს გთავაზობენ რა. და ესე იგი ამაზე რეაქცია ყველას სხვადასხვანაირი აქვს, მაგრამ ყველას აქვს რეაქცია და აი ნატას აქტი თუ პერფორმანსი თუ რა ვიცი რაც დავარქვა. ეს არის ამაზე ბუნებრივი რეაქცია, ოკეი? და ეხლა მაგას არ აქვს ნიშნობა იმ კონკრეტულ მომენტში, იმ ხატზე შემთხვევით ეს ვინმე ძალით დაახატა, გამიზნულად იყო. ამას არ აქვს ნიშნობა. ეს შეიძლება დამთხევაც იყოს, შეიძლება, მაგრამ ამან უბრალოდ ტრიგერი გაუკეთა და ეს პრობლემა, რომელიც არსებობს ბექგრაუნდში და არის უდიდესი პრობლემა თანამედროვეობის საერთოდ და მით უმეტეს საქართველოში ეს სტალინიზმის და ამის აღზევების და ამ კომუნისტური იდეის აღზევებისაც ასევე თან არასწორად გაგებული სხვა შორის, ხო? ეს გამოვიდა, ხო? ეხლა გასაგებია რომ ეს ეხლა ლაპარაკები ხანდახან მიდის რომ ეს პროტესტის ფორმები ის ფორმებზე და ასე შემდეგ. ეხლა აქ საკმაოდ ისეთი რა ქვია პარალელია ესეთი ცოტა სასაცილო, აი გახსოვთ ალბათ დოჩანაშვილის რომანი არის ესეთი, სადაც ყაჩაღების ქალაქია კამორა. და იქ ის ხალხი ცხოვრობს, რომელიც ელს ისე გამოჭრის ერთმანეთს, რომ თვალს არ დაახამხამეს. მაგრამ ყველა არის ძალიან ზდილობიანი. და ერთადერთი ვინც იგინება და თუდად იქცევა არიან ინტელიგენტები. ან ხალხი ვისაც უნდა რომ თავი მოაჩვენოს რომ ინტელიგენტია. ანუ ზუსტად ესეთი სიტუაცია რაღაცნაირად. აი ამ ფსიქოში, აი ამ საღი აზრის დეფიციტში ახლა შექმნილი, ხო? და ეხლა ნატაზე მინდა ერთი-ორი სიტყვა თქვა. ესე იგი, ნატა არის სამოქალაქო აქტივისტი. მას არაფერი ბენეფიტი არ მიუღია არასდროს თავისი აქტივიზმიდან, მას არანაირი არც არასამთავრობო ორგანიზაცია არ გააჩნია, არც რამე ესეთი, არაფერი მაგას სტუდია არის თავისთავად, მაგრამ უბრალოდ ფაქტს ვიზახი. პირიქით არის ცარიელ ენთუზიაზმზე ყოველთვის და აი მაგალითად ერთი ფაქტი მინდა გავხსენო, 2 წლის წინ, როდესაც სამოქალაქო მოძრაობა დაიწყო ამ ევროკავშირის სტატუსის აქტივიზმი, მაგის მიღების და ეს ჩვეულებრივი მოქალაქეები ყოველგვარი პარტიული დაფინანსების და ესეთ რაღაცების გარეშე თავის ფულს იხდიდნენ, რაღაცა ვებსაიტებს მართავდნენ, რაღაც წერილებს უგზავნიდნენ, უზარმაზარი აქტივიზმი მიდიოდა, ხო? ევროპარლამენტარებს და შემდეგ. აი მაშინ ნატამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა თავისი პლატფორმით, რომელსაც ქვია ტალღა. აი ამ რაღაცაში. ანუ რის გამინდა რომ ეს არის პროტესტი ყოველგვარი არავითარ ორგანიზაციასთან ეს დაკავშირებული არ არის. ეს არის თვითონ აიღო თავის თავს პასუხისმგებლობა და სხვათა შორის ძალიან სწორად მოიქცა რომ წავიდა ციხეში წავიდა და არ დაიწყო რომ არ დამიჭიროთ ეხლა და ვერ დამიჭირთ და რაღაც ეგეთები. თავიდან ბოლომდე თავის თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა და ესეც მე ვთვლი რომ აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია. ეხლა რა ვიცი და როგორც ხელის შემცვლელი სტალინის რაღაცა
ხელისშემწყობი ფაქტორები, აი ის რაზეც თქვენ საუბრობთ სტალინიზმზე და ასეთ აღქმაზე, სტალინის ასეთ აღქმაზე საქართველოში, თანამედროვე საქართველოში აქვს ალბათ, ან რამდენად კარგად იყენებს ამას ხელისუფლება თუ სახელმწიფო წრეები და ალბათ ეს თქვათ ხელისშემწყობი მე მგონი გავიგე კითხვა. ხო, ხელისშემწყობი გარემოებები და ფაქტორებიც მუშაობს. კი ბატონო. ხო, მე მგონი გავიგე კითხვა, იმიტომ რომ ეს რა ქვია, წლებოდა წდება ხმა მესმის ხო, მაგრამ ესე იგი, ხო, დიახ, ესე იგი, რაზე არის საუბარი, შეხედეთ. ფაქტიურად, აი ამ ნარატივის სახით, ხო? ნუ რაღაცა გაგებით ადგილი, ესე იგი, საქმე გვაქვს, ნუ ინტელექტუალურ დივერსიასთან, ხო? ესე იგი, კიდევ მინდა ძალიან მნიშვნელოვნად გამარტო, ეს არ არის სტალინიზმი იმ გაგებით, რომ ვიღაცა ადამიანმა შეისწავლა და გახდა სტალინისტი. ეს არ არის რაღაც, ეს არის დამახინჯებული რაღაცა ნარატივი გარედან მოწოდებული. ის კი არა რომ მე იმ სტალინიზმის მომხრეო, მაგრამ მე სხვა რამეს მინდა ძალიან კაფიო ვთქვა, ეს არის ინტელექტუალური დივერსია, ხო? ესე იგი, თუ ადამიანი სტალინისტია და იქამდე მივიდა, არაფერი შეგვიძლია დავждეთ და ვისაუბროთ და ვიკამათოთ და რაღაცა ეს, მაგრამ აქ სხვანაირი ეს სხვა რაღაცაა. ამას თავისთავად არაფერი კავშირი არ აქვს არც კომუნისტთან და არც იმ იდეალებთან და არც სტალინისთან. ეს არის სტალინი გამოყენებული როგორც ფაქტორი უბრალოდ, რა. ხო და ნუ როდესაც ახლა ხდება ინტელექტუალური დივერსია, იმას შენ რა უნდა დაუპირისპირო? ნუ რა თქმა უნდა დაუპირისპირო ისევ ინტელექტი და საღიაზრი, ხო? მაგრამ საღიაზრი სჭირდება ინფრასტრუქტურა და აქ არის უდიდესი მთავრობის როლი, რომელსაც არ ასრულებს მთავრობა. და იმიტომ რომ ასრულებს კი არა პირიქით არის, იმიტომ რომ შეხედეთ თავარი მაინც ალიაბალია დავდივართ განათლებამდე. როდესაც არის რაღაცა გარეშე ფაქტორის თუ შინაგანი ფაქტორის მიმართ საჭირო ინტელექტუალური წინააღმდეგობის გაწევა, მან მაინც დავდივართ განათლებამდე. სხვა გამოსავალი მანდ არ არის. განათლებამდე, მაგრამ სრულფასოვან განათლებამდე და არა რაღაცა განათლების იმიტაციამდე. და სრულფასოვანი განათლება და საღი აზრი შეუძლებელია მეცნიერული კვლევების გარეშე. ძალიან ხშირად სამწუხაროდ ჩვენთან ხდება, ახლა ამაზე შეგვიძლია გაუთავებთ ვილაპარაკოთ, ახლა არ არის თქვენთან მაგის დრო და ფორმატი გასაგებია, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ვერ გაგება რას ნიშნავს მართლაც მეცნიერული კვლევა. თუ გინდათ იგივე სტალინიზმის მეცნიერული კვლევაც არის აბსოლუტურად აუცილებელი, ხო? და ასე შემდეგ და ახლა ამას სჭირდება ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის შექმნა, ხო? და ნუ ახლა ხო გესმით ჩვენთან ეს ახლა შორს არ მიდეხა წავიდე, მაგრამ ნუ საკმარისია ის მაგალითიც, სულ მომყავს ხომ ეგ მაგალითი, აი ეს მუზეუმის თანამშრომლები და მეცნიერების თანამშრომლები რო გაყარეს, ხო? ეს არის კლასიკური მაგალითი და მაჩვენებელი, როგორ ექცევა, რა ქვია, ხელისუფლება თავის ინტელექტუალურ პოტენციალს, ხო? იმიტომ რომ ეს არის აკადემიური თავისუფლების პირდაპირ დარღვევა, რა ქვია, სახელმწიფო დარღვევა, უბრალოდ ტექსტბუქის кейსი და რა ქვია, ყოვლად მიუღებელი და პირდაპირ დარტყმა და მიზან მიმართული და არა მხოლოდ ეხლა დღესაც საუბრობთ გელათიც ეხლა არ ვიცი გესმოდა თუ არა თქვენ გელათზე იყო დღეს ასევე საუბარი რომ ესეც შეიძლება თუ არა ჩაითვალოს იმიტომ რომ კულტურის განადგურების არ ვიცი ხო ნუ გელათი ახლა არ ვიცი არ ვარ ჩახედული და ეხლა ცალკე საკითხი იქ შეიძლება ფაქტორი იყოს რაღაცა არაკომპეტენციაც და ასე შემდეგ და არ ვიცი ახლა იქ არ ვიცი მაგალითად საერთოდ მე ვცდილობ ხოლმე ის რაც არ ვიცი იმაზე არ ვილაპარაკო მაგრამ რაც ვიცი ძალიან კარგად და მესმის ეს არის რომ ესეთი ესე იგი მეცნიერ თანამშრომლების დათხოვნა სამსახურიდან თან წამყვანი ხალხის რომლებსაც ერთ-ერთი ყველაზე ხო მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვლევა ხო გესმით პირდაპირ რომელსაც ძალიან დიდი რეზონანსი აქვს იმიტომ რომ ეს ანთროპოლოგიური კვლევები ეს მუზეუმთან დაკავშირებული ყველაფერი ეს ერთ-ერთი არის მაგალითი ნამდვილი თანამედროვე მეცნიერული კვლევის რომელიც საქართველოში ადგილობრივად ხდება რომელიც გარედან ძალიან შესამჩნევია სოფლიო არენაზე ხო და სოფლიო დონეზე და პირდაპირ მაგაზე ხდება დარტყმა და ნუ ხა რა ვიცი ხა დამთხოვების კი ხო შეიძლება ჩაითვალოს რომ ეს არის არაკომპეტენტურობით შემთხვევით ხდება ხო მაგრამ ნუ ხა არ ხდება ხომ ეგეთი ესეთი შემთხვევები ძალიან დიდი მადლობა საქმე აქ ვაქვს ხო
ძალიან დიდი მადლობა. გია, მოვისმენდი ასევე ივანიშვილის მესამე ჩემობრუნებასთან დაკავშირებით თქვენს მოსაზრებას. თუ სულ მცირე რეპლიკა თუ შეგიძლია ამასთან დაკავშირებით რომ გითხრა, იმიტომ რომ შემოგვიერთდა უკვე სტუმარი გველოდ. კი ბატონო, ივანიშვილის მესამე კი, თქვენ თუ გესმით ჩემი ხმა, რაღაც ტექნიკური ხარვეზია სამწუხაროდ არ ისმის ჩემი ხმა? ანუ თუ სწორად გავიგე, ივანიშვილის მესამე შემოbrunებასთან დაკავშირებით არ მომისმენია თქვენი მოსაზრება, სულ მცირე რეპლიკა მინდა გთხოვოთ ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით და დავასრულებთ თქვენ საუბარს. მე ჩემი მოსაზრება პოლიტიკასთან დაკავშირებით არის, ძალიან სწორხაზოვანი. ანუ მე ვთვლი, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების გარეშე სხვას არაფერს აზრი არ აქვს. ანუ თავარი არის ეს, ანუ ყველანაირი პოლიტიკაში დაბრუნება არ დაბრუნება, ასე ქვეყნისთვის ერთადერთი რასაც შეიძლება პირდაპირ აზრით გადაარჩინოს, არის დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება. მორჩა, ანუ ეს არის ერთადერთი საზომი, რითიცაც მე ვაფასებ ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწის მოღვაწეობას რა. ნუ რა თქმა უნდა, ეგზისტენციალურ პრობლემებს გასაგებია ხარ, როდესაც გადარჩენაზე ლაპარაკი და ესეც არის იმის ნაწილი, ხო? ანუ ეს დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება და ნუ ამიტომ ეხლა რა ვიცი ეს ნახოთ დაველოდოთ, ოკეი?